დავიწყოთ ამ პროცესით, რომელიც ახლა საქალაქოში მიმდინარეობს. ადვოკატები ამბობენ დასკვნით სიტყვას. სინდისის რამდენიმე პატიმრის შემთხვევაში ჩვენ ვნახეთ გამამართლებელი განაჩენი. თქვენთვის როგორ აღიქმება? ამბობენ, რომ ეს არის უკან დახევა. ვიღაცები ამბობენ, რომ არ უნდა შევხედოთ თქვათ აი ესეთი რაღაც ოპტიმისტურად, რომ რეჟიმი თქვათ პოზიციებს ცვლის. რაზე მეტყველებს თუნდაც რამდენიმე ადამიანის შემთხვევაში გამამართლებელი განაჩენი? სავარაუდოდ საკუთარ ამომრჩეველზეც უკვე ხვდებიან, იმიტომ რომ გამოკითხვის შემთხვევაში თავისივე ჩატარებულ გამოკითხვაში გამოიკვეთა, რომ ძალიან დიდი პროცენტი სასამართლოს არ ენდობა. და რეალურად ყველა ჩვენი სინდის პატიმარი უსამართლოდ დაკავებული. კობახიძემაც რაღაც ინტერვიუში ახსენა, რომ თქვა ვიდეო მასალა არ არის და სავარაუდოდ რაღაც მინიშნება იყო, იმიტომ ჩვენი სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. და აი ხა მაგალითად ერთმანეთზე აი აბუ-დაბის გმირმა ხო განაცხადა, რომ ხანაშულმა თქვა რაღაცა წინამორბედი სარეული დაალაგა. ამავე ლოგიკით ახლა მდინარაძეს უწევს ოხანაშვილის არეულის დაალაგება და ახსოვს ერთხელ გამოვიდა მდინარაძე და განაცხადა, რომ თავდებში ჩაუდგება უდანაშაულო ანდრო ჭიჭინაძეს და მე მგონია, რომ ოხანაშვილს უნდა ჩაუდგეს თავდებში და ლილუაშვილს და არა უდანაშაულო ადამიანებს, რომლებიც უნდა იყვნენ გარეთ. არაფერი არ არსებობს 9 თვის განმავლობაში ადამიანებს წაართვეს ცხოვრება, არ არსებობს მოწმე, რომელიც მათ პირდაპირ ადებს ხელს, არ არსებობს ვიდეო მასალა. ნიკუშაკაციაში, აი ხა ხვალ ნიკუშაკაციაში სასამართლოა, ხო? ანუ მე ვესწრები თითქმის ყველა სასამართლოს და ასეთი აბსოლუტურად გასაგებია, რატო დაიხურა ეს პროცესები, მაგრამ უკვე იმდენი ნახა მათივე ამომრჩეველებაც ეს უსამართლობა და თან ყველაზე ძალიან ის მიყვარს ხოლმე, რომ თვითონ აი როგორც იარეს ეს ამდენი წელი, 13 წელი და ხო ზუსტად იციან, აი ახლაც კი გამოძიებებს რო ატარებდნენ პარლამენტში, იციან, რომ ადამიანები არ ივიწყებენ ტკივილს, ადამიანები არ ივიწყებენ უსამართლობას და დანაშაულს, რომელიც მათ წინააღმდეგ ვთქვათ სახელმწიფო პირებმა განახორციელეს და რა იმედით არიან, რომ როდესმე მათ ვინმე რამეს აპატიებს, ამიტომ არ ვიცი მე ყველას გამამართლებელ განაჩენს უნდა ველოდე, უბრალოდ სასამართლე არ არსებობს.